არავის twin მე დღეს არ ამცალიან სალომესთან სადილზე მეძახიან. ეს არის გრიგოლ ორბელიანის გახარებული ორი სტრიქონი რა. სალომე არის ალექსანდრე ჭავჭავაძის მეუღლე, სალომე ორბელიანი. გრიგოლ ორბელიანი ყველა ორბელიანს ტოლად თვლიდა და იყო 12 გვარი, ვისაც ადამიანებში თვლიდა და ერთ-ერთი ეს იყო თან ახტაცებით ხო. გრიშაშვილის წიგნში განსაკუთრებით საინტერესო და ფერადოვანია გვერდები, როცა ამბები ეხება ყოფას, ყოველდღიურობას, кейპს, ზეიმს. იქ არის ავტორი თავის სტიქიაში და ისეთ ქაღალდებს მოძებნის ხოლმე რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება ბოლომდე არ მიიყვანოს რაღაც ამბის ნაწყვეტი. და აქ ყოველთვის ბოლომდე მიიყვანს. რა თქმა უნდა, ეს არის აპარაკი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახზე. არა მარტო წინანდალში, არამედ ზამთრობით თბილისში. გრიშაშვილს მოყავს იქ ფონ ტორნაუს, რომელიც ასევე ადრე გვიხსენებია ეს რუსი სამხედრო გერმანელი რუსი. მცირე აღწერილობა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლის დილიდან, ასე რომ ვთქვა. ნათესავები დილიდან დაიწყებდა ხოლმე შემოვლასოს. უცნაური ის არის, რომ მინიშნება ქართველებს საქმე არ აქვს. სადილისკენ მოვიდოდნენ რუსებით სამსახურიდან. საერთოდ ისე იყო, რომ 15-20 კაცი შემთხვევითიო იქ ყოველთვის იყო სადილზეო. ისე რომ შემოიარა. ვინც კი თბილისში ჩამოვიდოდა, რატომღაც პირველი რომ ისულიყო იქ ამათთან სახლში. რატო იყო ესა? ეს ცოტა მერე წლებია ხა რომ თქვა, ეს არ არის 1815 და 20 მაინც და მაინც, მაგრამ 30-იანი წლებიდან და მერე სანამ ალექსანდრე ცოცხალი იყო, ეს მართლა ეგეთი სახლი იყო. ისიც და ესეც. ორივეგან იყო რომ აბა ჩამოვედით, ამასაც რა მივიდეთ, ხო? აი ეს მე გითხარით მაგაზე რომ ეგეთ მასმინძლებს ტრები უჩდებათ ხოლმე საერთოდ. იმიტომ რომ ანშოურთან რა ვიცი, მაგრამ ხარჯს არ უფიქრდებიან ამ კაცის ხარჯს. ეს საერთოდ ამან როგორ მოახერხა ამ ადამიანმა, ცოტა ძნელი მისახვედრია. რომ გარდაიცვალა სიკვდილს არ ელოდა 300,000 მაინც ოქროთი ვალი ჰქონდა აღებული წარმოების გაფართოებისთვის და უკვე ჯარიმე მალე დაუწყეს დადება, იმიტომ რომ კახეთში მოუსავლიანობა იყო და წერდა იქ პეტერბურგში მადროვეთ, ეს მადრო ვაკეთებ ყველაფერს, უგზავნი და რა აშენა რა ქნა. მაგრამ მაინც იხდიდა ამას, იმიტომ რომ შემოსავალი ჰქონდა დიდი. როგორ ჰქონდა ეხა ეს შემოსავალი სხვებისგან განსხვავებით და რა გრიშაშვილს კარგად აქვს ამ არქივებში და იმაში ნაძებნი აქვს ამის ეკონომიკური ქაღალდები ასე რომ საბუთებში წერია 700 ყმაგლეხი ყავს მაგ დროს ერთი 10 წლის შემდგომ საბუთებში წერია 1200-მდე ყავს ეგულობდა ასე რომ ვთქვათ მაშინ ეგრე მაგრამ 700 მამაკაცი მუშაობს მის ვენახებში ეს ცნობა ესეთია და შემოსავლებს რა ჩვენებს 6000 მანეთი აქ შემოსავალი ამბობს. მაგრამ გაისად ორმაგი მე ორჯერ გამეზდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რამეში დავაბანდეო მამულში. ანუ სულ აუმჯობესებს. აუმჯობესებს რაღაც რაც შეულეხა ბატონყმობის დროს, ეხა მაგას რომ მე გაეშვა თვითონ თავისნებით არ მგონია რომ მაგას რამე გადამწყვეტი შედეგი ქონოდა მაგ ვითარებაში. არ გაუშვია ეხა ყველა, მაგრამ გაქცევაც არავის არ უნდოდა. აი ფრანგი კონსული იყო გამბა, რომელიც წინანდალში თვეობით იყო მე მგონი თუ რაღაცა. აჭმევდნენ აი ღვინოების ამბავი და ეს ყველაფერი მაქედან პირველად ფრანგული როგორ აი ესა შედარება. გამბა ამბობს რომ მთელ რუსეთის იმპერიაშიო არ მოიძებნება მემამულეო, რომელიც გლეხებს ეუბნება რომ კვირაში ერთი დღე იმუშავეთ ჩემთან. 3-ზე ნაკლები არსად არ არის ყველაზე კარგი და აყვავებული. ამასთან არის ერთი დღე. ერთი დღე ჩემი დანარჩენი თქვენი, მაგრამ გლეხები ხო ამის მიწაზე ცხოვრობენ და ფაქტობრივად ეს არის იჯარას გასცემს ამას, ბატონყმობა ეგ არის ხო, ასეთი ცოტა ნორმალური. გლეხების შემოსავლიდან იღებსო თითო კომლიდან 1/7-ს, რაც არის ასევე ძალიან დაბლად დაწეული, რა ქვია, ციფრი. აი ამით აღწევს რომ უნდათ ამ ეს გლეხები მუშაობენ ნორმალურად. ეს გასნიშნავს ნორმალურ მუშაობას. ძალიან არავინ არ გატეხავს თოხს. არავინ არ გადაკეტავს წყალს ჩუმად. არავინ მიხვდით აი ეს ამან მე საქართველოს შედეგები გამოიღოვიარა და იმ წუთშიც უკვე ეგრე იყო რა ქვია რა. დიდ ბატონებს ხოცავდნენ უკვე ქართველები მაგ დროს. აი ამ
გამოუვალობის და მათრახის და იმის გამო. რის მათრახი და ამათრახი, პირიქით. გამოქცეულები, იმერლები. ეს იგი ნაქირავები ხალხი ყავს ეს იმერლებიც და ისეც ვინც მოვა ყველას ქირავ. საჩივრები რომ იმერეთიო დაიცლებოდა სამეგრელო იქ ისეთი სამუშაოა. და აუგზავნეთო მან ბატონებს იმერეთიდან გადმოსული ხალხის მიღება სამუშაოზე. წარმოიდგინეთ ესეთი ეს არის ხო. ყოველთვის ბევრი ყავდაო იმერლებიო. უხდი და წელიწადში 20 მანეთს ვერცხლით. და აქაურებს კახელებს ვინც ესე ყავდა თავისუფლად 30 მანეთს. არასდროს მაგასო იმერალისთვის კახელზე მეტი ფული არ მიუწიო, მაგრამ მაინც რიგი ედგა სულ რომ გვამუშავეთ თქვენთან. ჩამოსულებს. ეს კონდა ეს საქმე აწყობილი და თან გავდა მამამის იმით რომ აფართოებდა, არ იყო მარტო რომ ეს ისა. თავური შემოსავალი არის ღვინო, გამბა ეგრე წერს. საერთოდ აქ ფრანგები აი ელზერეკლი რო იყო, აი გურია და ყველაფერი და ეს ბოტანიკა და რა ვიცი, მე თან ის დიდი ანარქისტი იყო. ელზერეკლი სამეფო აკადემიის წევრი ინგლისში თუ რაღაცა 1000 ის ამბობს რომ მანდავრი ღვინოები მოწდება ფრანგულს კი არა შეიძლება გადაუსწრო. ესენს გრიშაშვილს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აქიმდა. ახლა როცა ეს წერს მაშინ ჩვენთან ამაზე ლაპარაკი არც იყო რომ აი ჩვენი ღვინოები და ეს როგორც არის ხო? იყო რომ მაგარი გვაქვს და ჩვენთვის მოეხმართ. ეს ძველი ქაღალდები არსებობს. ამ ღვინის ტრანსპორტირებასაც ახდენს არა მაინც ისე როგორც ყველა ქართველებსაც ქალაქში მე გასაყიდად ღვინო ხა მთელი კახეთიდან მიდის ახლა თბილისში ღვინოს აი. ჩვენთან ხო რუმბებში კუპრს უსვამდნენ დაცვისთვის და რუმბამდე ღვინო ერთი გემოსიოდა რუმბის მერე მეორე ეს დიუმასაც აქვს. ეს გემო დასდევს. არა ამას არასდროს თუნგით იყო მაშინ დათვლა. რეკლამს 30000 თუნგი ღვინო აქვს შემოდგომაზე. წარმოვიდგინეთ. ნუ დიდი ის არის რა. წარმოება ასე რომ თქვა. ნუ დასაწყისიდან ესე არ იყო, მაგრამ მაგასთან გაუმართლა როცა ნიჟეგოროდის პოლკში იყო და მე ამ პოლკის უფროსის მოვალეობასაც ასრულებდა. აქვე იყო და ედგა და მე სამსახურიდან რომ გავიდა სულ აქ იყო. აქ ტრიალებდა ისე რომ მაგას აი გლეხების რაღაცა ჩხუბი ესას ასამართლოებდა არასდროს არ მიუშვიათ თუნდაც ერთმანეთში გრიშაშვილი აქ ქვეყნებს პატარა ქაღალდს რომ სამი გლეხი უჩივის მეწესქვილეს რომ ეს არის ქურდი ამის სახელზეა ძალიან ისეთ საოცარ წერილია რა ამორია როსტომა გივიძე ბერო კახაძე და გოგია გიორგაძე უჩივიან პეტრე ზანტიელაშვილის მეწესქვილეს. და მოყავთ მოწრე და მოწმეები ყავთ იმიდან მოყვანილი ხალხი კაცო ისინი ესწრება ეს გაკურატაშვილს ის მოპარა იმასე ჩვენო პულებს ყარავს ჩვენ სადგომში შემოდისო ისა კოლეჟში ასესორს ვაწერინებთო ჩვენ წერა არ ვიცითო მაგრამ შენ რო ჩამოხვალო რომ ზად დაგხვდეს პაპა ასეთ იმებში ყო და ძალიან უწევდა ფრთხილობა როგორც ამბობ იმიტომ რომ ეგ არ იყო იოლი დრო ბატონებისთვის უკვე აი ეს არსენა ერთი კი არ იყო უამრავი არსენა იყო სინამდვილეში განსაკუთრებით ქართლში და ეგ ქართლი და კახეთი რაღამ გაყო გადასვლა გადმოსვლა 60 წელიწადში ბევრი რამე მოაგროვა და თან მეურნეობის აწყობა ჭორად დადიოდაო რომ ისეთი ღვინის ჯიში აქვს წინანდალში შამპანსკი უნდა ჩამოასხასო და შამპანსკიც აქვე გვექნება ნუ ეს არ გამოვიდა მაგრამ უკვე ესეთ რამეებს ამბობ რომ რაღაც საოცრებები მოაქვს და არაფერი განსაკუთრებული საოცრებები მაგას არ მქონა უბრალოდ სწორად აწყობდა და სულ აუმჯობესებდა ამატებდა ფულს აშენებდა ასე აშენა ამის ადგილზე რომ სახლი იყო ეს ნუ გადააკეთა მამისეული სახლი მე ეს მაინც არ არის 7 დრო ომია გარშემო ომის დროს ამდენ ფულს ომია სპარსელებთან არა არის მე ოსმალებთან არის ომის დროს ამდენ ფულს რო დებ რაღაცაში ხო რაღაცა წმენა გააქვს ამ შვიდობის თუ რაღაცას ელოდებ ხა მაგან კი პირველმა იცოდა თბილისში საერთოდ რამე ამბავი თუ ხდებოდა ყველაფერი პირველმა სულ ასე იცახა უპირველესი ოჯახი ყო უპირველესი სულ ასე წერენ მემუარი რუსია ფრანგია ინგლისელია ქართველები ხო თავისთავად დიდებული და რამას პინძლობა ეს გრიგოლ ორბელიანის როლი ამ ოჯახში კიდე ცალკე ეს ხო
ოღონდ ცოტა მერია გოგოები რო წამოიზარდნენ ეს თალკე ამბავი ის მაგრამ მეორე ხე ეს კაცი აკეთებდა ამას აკეთებდა და სესხებსაც თამამად იღებდა და აძლევდნენ კიდევაც რომ კი ცოტა გასაჭირს ჩავარდა მაგრამ ასევე სწორად გამოიცნო ეს თბილისის განვითარების გენერალური გეგმა რა ანუ ეს რუსებმა რო დაიწყეს აქეთ შენება ხო რასაც ჩვენ დღეს რუსთავი აღარ იფიქრა სად ვიყიდო რა ვიყიდო უყურებდა იყიდა აი სადაც მაგის სახელობის ქუჩა მაგ ადგილები კოლუინის კიდეზედა და ისე დასახლდა იქ რომ მთელი კვარტალი მაგის სახლები იყო ასე წერი და მაგიო ქუჩას რო დაემსგავსო ეგ ცოცხალი იყო და მაგის სახელი დაარქვეს სიცოცხლეშივე ერქვა ალექსანდრე ჯავშოვის ქუჩა იმ ქუჩაზე მეტი არავინ არ ცხოვრობდა და სახლი რომელიც იდგა ის და აქირავებდა ისიც თავისი აშენებული იყო ანუ მაგან შექმნა პირველი ასე რომ ვთქვათ სასტუმროს ტიპის არა ქარვასლის ტიპის სასტუმროს ტიპის სახლი ააშენა გასაქირავებდა თუ არა ვსტები ზემოთ 18 ოთახი გრძელი დერეფნით ქვემოთ 8 დუქანი გასაქირავებელი ყველაფერი ცარიელი და უზომო სარდაფებით შიგნით რაცა ღვინოს ინახავდა და ისა ერთი პატარა სახლი ააშენა კიდე და ერთი ორანჟერია ჰქონდა იმავე ქუჩაზე და ერთი სახლი თავისი ორსართულიანი ზემოთ 5 ოთახი იყო მაგრამ ეს ერთი ოთახი იყო უზარმაზარი ეს საცა იღებდა ამ ხალხს ქვემოთ ნუ საჯალაბოდა ყველაფერი რაც ეს აშენა გააკეთა და მაგ ქუჩაზე დაიღუპა საწყალი მე თვითონ ანუ თავის სახელობის ქუჩაზე თავის უბანში ცოტა ჩამოწდა და იქავე ძველმა თბილისმა შეასხულა ეს წყალი თუ რაც იყო ბედურება და მოხდა ეგრე გრიშაშვილი ეგრე წერს რომ ეგ იყო სრულად გაევროპელებული ოჯახი უკვე შვილები ეხლა ცოლი ძალიან ძველი ქართული ოჯახი თვითონ ძველი ქართული ოჯახი და მაგრამ თვითონ ეს ცხოვრებამ ესე მოუწია რომ ბევრ რაღაცაში მოხვდა რა საქართველოს გარეთ წინან თქვი რომ უცხოეთში არ ყოფილა ეგ რაც დაბრუნდა იმის მერე საფრანგეთიდან და იქიდან ერთხელ იყო ბაიაზეთი აიღო ოსმალეთში იყო მაგი უცხოეთში ყოფნა ესეც სამხედროც იყო მარტო ეს არ არის რა ქვია მეურნეობა იმასო დიმიტრი ყიფიანის ტერმინია უწესო ჭკვიანური საუბარი ამ ალექსანდრე მიცოდა ჭკვიანური საუბარი კაი მომრიგებელი იყო იმ კახეთის აჯანყების დროს კი ვერ გამოადგა ეგაო იმიტომ რომ დიდი ის იყო რა ქვია რისხვა და თვითონ კახელი იყო რომ სულ რომ მაგას უბრუნდები ეგ არის ძალიან მძიმე მომენტი რა მაგისტრის სულ ამბობდა ხოლმე რომ ცდომა ღმერთმა ცოდვაში არ გადამიტანოს ანუ შეცდომა რაღაცა ეს აქ რაღაც რთულიანით ნაწერი რაღაცები რაც საინტერესოა მაგისი და იმიტომ რომ საკმაოდ მგრძნობიარე კაცი იყო როგორც ჩანს არ იყო მარტო ეს აი ფული მასკენი ამას კი მაგრამ რო ჩაყვა ამ რუსულ ამბავს და თან ეს ევროპა ხო მას აქნა გარეგო ეს არის პირველი ასე რომ ვთქვათ ევროპული ოჯახი მაგრამ მიხეილ ჯავახიშვილს აქვს ეგეთი რომ რუსეთიო ჯაგლაგე ცხენით მიჩანჩალებს უკან ევროპასა და ჩვენი ცხენს კუდზე ვართ ჩაბმული მაგრამ ეს მიღება ხო არის კაცო ეს ყველაფერი არის მოდის ხალხი პუშკინები როგორც ეთქვია ლერმონტოვები მოდიან ათრებიან პუშკინი უფრო შეაქებს ლერმონტოვი გალანძღავს როგორც არის რა ყველას თავის ხასიათზე ის აქვს მაგრამ ეს ამას დიდათ არ უკვირდებოდა იცოდა მაგრამ აი მაინც რაღაცნაირად ჩაყვა ამ ამბავს იმიტომ რომ ჩაყვა როგორ ყოფითათაც ოჯახურათაც ეს გრიბოედოვის ეს სიძეობის ხანმოკლე სიძეობის ამბავი რაც არის რა ტრაგიკული ამბავია მაგრამ ოჯახი საჩვენებელი და ეს გოგოები იზრდებიან ახლა ეს ისეთი გარემოა რომ სასიძო გარემოა პერსპექტივაში და ნუ მთელი თბილისი და ქართლ-კახეთი და ეს ორი გოგოსა ეს პირველი ცოტა სხვანაირი და მეორე თამამი და დიდი და ესეთი და ტორნაუს უწერია რომ თავდიოდი გამაგანთანო წინანდალში ვქიჟდებოდი ორივეზე აი ვქიჟდებოდი მაგრამ ვერ ხვდებოდი რომელი უფრო მიყვარდა აი და განსხვავებას იქ ამბობს რომ ეს ეკატერინე უმცროსი იყო ორი წლით ხო ეს ეკატერინე უფრო მიყვარდა თვალით და გრძნობით რა და
ისეთი იყო რომ გულით აი რაღაცა ის ნინო ეხლა ამაში ბევრი რომანტიზმია რა თქმა უნდა ადამიანს ეთუნახავნი და ეს გრიბოედოვი და ამათან იყო შინაური კაცი იმიტომ რომ რამდენჯერვე იყო თბილისში ამ სპარსეთის ამბები მიდიოდა მოდიოდა აქ ჩერდებოდა ამ ეს ბავშვები ახსოვდა ასე აი ეს რა ქვია წაუდიალენო ამბავია რაღაცა ხო და ასწავლიდა ნინოს ქონდა კარგი სმენა და ასწავლიდა ამას დააკვრას მაგრამ ხება 3 წელი წავიდა და ჩამოვიდა და ეს გაიზარდა და არ გაიზარდა იმდენ 15 წელს იყო რომ გაათხოვეს აი კი მესმის რომ ხა ქართული ეგრე ათხოვე 12-ს ათხოვებდნენ 13-ს და ესა ხო მაგრამ ეს კაცი იყო 33 წელს ის 15-ის მაგრამ ასე არ იყო როგორც ჩანს რომ ეს მივარდა იქ მოსტრებაზე იყო ნინო უყარდა ცხებსაც ამ რუსის ერმოლოვი იყო მართავდა ჩვენ და იმის ძმისშვილს უყარდა ეს რო გრიბოედოვმა კაიგო დაიწყო ხმების დაყრავა რომ აბა მე ქავშინავ და მე მიყვარს და ეს გაწევ გამოწევ ამბავი მე მგონი მაინც რაღაც ნაჩქარებად დაწერე არ ვიცი მაგ სიღრმეებში ძველი რომანისტებმა უფრო იციან მაგრამ ეხლა რო ჯარი რო დაწერეს სიონში გრიბოედოვს ხოდა ციება და აკანკა რაღაც სიჩქარე იყო ხო ესე ხო შეიძლება კაცს გამოჯამრთელდეს და ეს არის ხო ეს მისტიური ის რომ ბეჭედი დაუვარდა გრიბოედოვს ხელზე რო უკეთა და ცახცახებდა რო უკეთებდა თითზე და ეს ძალიან ცუდ ნიშნად ჩაითვალა აი ესეთ მისნურ თუ რაც ქვია მაგიური მასში რომ აი ეს ქორწინების დროს ნაკურთხი ბეჭედი დავარდა მორჩა დამთავრდა ეს არის რას უპირებდა მე უცნობია თუმცა ეგ ამბავი ცუდად მაგრამ ეს ცოტა წინ გადაუსწარი იმიტომ რომ ამ ამბის და ამ გაქანების გასწრივ ალექსანდრე ჭავჭავაძე იყო მოქმედი სამხედრო ახლა რომ ჩამოვიდა უკვე პოლკოვნიკი გახდა ძალიან მალე 30 წლის 32 წლის ხო ამ ნიჟეგოროდის პოლკში იყო და ის წლები აი სულ რომ გავიძახი ჭარბელაქანი მაგას მოუწია იქ ომი და მაგრათიობა და თხოვა გადაყვანა და გადაიყვანეს ქართულ გრენადერთა პოლკში რა იქ იყო და იქ იყო დილობის გულისთვის უკვე 1 წელი და გავიდა სამსახურიდან მე უკვე პასკევიჩის დროს ისევ დააბრუნე მან ხო ეგრე იყო გამოგიძახებენ და აი მაგ დროიდან დაიწყო მამულში ჩაჯდომა და დახაზა ეს ყველაფერი და ასე ვიზამ ისე ვიზამ და კასრები მუხის უნდა იყოს ეს ბოთლი უნდა იყოს ჩვენთან სულ ეს მაშინ იყო რაღაცა ბოთლებზე გაგიჟება ვიღაცა თავადი აგროვებდა კიდეს და რა უკვირდა ერეკლეს დროს იყო შუშის ქარხანა აი ელიზბარერის თავი მე ის კარგი შანშეზზე რომ მოbrunდა გადასახლებიდან საფთიაქო შუშების ქარხანა გააკეთა გორში საწყო მე კი წაიყვანეს ღირების ომში მაგრამ ეს ქარხანა დიდხანს იყო და თბილისის აფთიაქებს აი ერისთავიანთან ესეც სულ ამ ბოთლი უნდოდა რა ქვია იმიტომ რომ გაქონდა უკვე მაგას წერილებში აქვს რომ ეს ეცხი ცოტა მაცალეთო იმიტომ რომ უკვე იქითკენ კავკასიაში და ყუბანზე და ეს საწყობები ქონდა ღვინის იქით გაქონდა მე მგონი ნახევარკახეთს ეგ დაიკავებდა იმაში წერს კიდე მე ვარ კახეთში ყველაზე დიდი მემამული მსრავლსებს მაქვს ეს ბოლო არა ძალიან დიდი ეს როგორ განიავდა შემდეგ 40 წელიწადში ეს წარმოუდგენელი რაღაცაა გრიშაშვილი აღნიშნავს სამწუხაროდ დავითი ვერ გაჰყვა ალექსანდრეს კვალსა და მისი მაგალითით ვერ აიღო მეურნეობის მოვლა და ესა გენერალიზიც კი იყო მაგრამ ვალებში დატოვა და წაიღეს მე ეს დანარჩენი მერე ვთქვათ